ევროპის იმუნიზაციის კვირაულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ლეdim და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პრეს-კონფერენცია გამართეს სამინისტროს გადაწყვეტილებით 2012 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსებით გამოწვეული დაავადებების ვაქცინაციაც იქნება შესაძლებელი. ნაცრები 2 თვის ბავშვებში წელიწადში 2-ჯერ ჩატარდება საერთო ჯამში. სახელმწიფო 10 დაავადების საწინააღმდეგო უფასო ვაცრას უზრუნველყოფს. კვირეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება. პროგრამა არის უფასო, არის უსაფრთხო, არის ძალიან თანამედროვე ვაქცინები UNICEF-ის დახმარებით შეძენილი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ წელს დაიმატება კიდე ერთი აცრა, არის როტავირუსის აცრა, რომელიც გამოიწვევს საკმაოდ ასეთი მწვავე დიარეა ბავშვებში და ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს და აი ზუსტად ამ აცრების დახმარებით ჩვენ თავიდან ავიცი რომ დაავადებები, სიკვდილით, ზოგ შემთხვევაში ან ინვალიდობა. პირველი ყოვლისა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პირველადი რგოლის გააქტიურება, რათა მოსახლეობა მთლიანად იყოს ინფორმირებული და მოცული იქნას მაქსიმუმ 95% მოსახლეობის, რათა დროულად მოხდეს აცრების ჩატარება და რაც დაზოგავს და ჩაატარებს თავისთავად დაავადებების პრევენციას. მნიშვნელოვანია ბავშვები იყვნენ აცრილნი, რადგან წელიწადში მსოფლიოში 10 მილიონამდე ბავშვი იღუპება. აქედან 6 მილიონი იმ დაავადებებით, რომელთა პრევენციაც იმუნიზაციითაა შესაძლებელი. სამინისტროს ულოცავ პროგრამის წარმატებით განხორციელებას.